ბატონო ჰაგან. მაპატიეთ. ავტობუსს ველოდებოდი. დიდხანს გავოდინეთ, არა? არა. მეც ახლა მოვედი. მოიცით, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გუშინ საღამოს ოჯახურ წრეში ავღნიშნეთ, არავინ დაგვიპატიჟებია. გილოცავ. დიდი მადლობა. აბა, აქ-რისთვის დამიბარეთ. მადლობა. თქვენ რას მეერთმოთ? ჩაი თუ შეიძლება. ესე იგი, ხელი გთხოვა. ოზანი კი ამბობდა არ გვიჩქარებაო. ასეც იყო, მაგრამ მე ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდით. მომგითხარით, რომ მხოლოდ ოჯახურ წრეში ავღნიშნეთ. ვერავინ დავპატიჟეთ. მაგრამ ნიშნობაზე აუცილებლად დაგპატიჟებთ. ორშაბათს აქ არ ვიქნები. ამიტომ დღეს დაგიბარე სალაპარაკოთ. პროექტი უნდა დავიჩქაროთ. ტელევიზიაში ჩვენების თარიღმა ცოტა გადმოიწია. ამის მოსმენამაც კი ამაღელვა. რამდენით გადმოიწია? პრობლემა ხომ არ იქნება, რომ ვიკითხო? ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვე გვაქვს. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება 1 თვეში გადაღებები დაიწყოს. მინდა რომ მხოლოდ ამ საქმეზე იყო კონცენტრირებული. ამიტომ ოფისში ნუღარივლი. პროექტი იწყება, ამიტომ ავანსის აღება აღარ უნდა მოგერიდოს. კარგი? კარგი ბატონო ჰაგან. მადლობა. ნუ მკითხავ. უცებ შემომივარდა. უჩა ვიწრო იყო, ვერსად ვერ წავედი. გადაუარე და გავჭყლიდე. საცოდავი ცხოველი. აი ესეც ჩაბარებული მანქანა. რომ გავრეცხოთ, გამოვა? გამოვა. ჩემი მეგობარი ვერაფერს მიხდება. შენ დაჯიქი რა მედალია, ცოტა გონსმოდი. ხდება ხოლმე ძმაო, რას ვიზამთ? ელფეხი ისე მეკანკალებს, მეგობარო. ვერ ხვდები ასე რატომ გაგიკვირდათ? გადავადებაზე ბევრჯერ დაურეკავთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე მოგივიდა. გადახდის ბოლო თარიღამდე ჯერ დიდი დროა. ჯობს ახლა ვეცოდე, რადგან ახლა გადაიხადე, დანარჩენს არ გადაავადებ. დარჩენილ ვალსაც დროულად გადავიხდი, ამაზე არ იდარდოთ. მაშინ ფულზე უარს არ ვიტყვი. კარგი, მაშინ ყველაზე გვიან ხვალ მოგიტან ფულს. მადლობა. ნიშნობაზე აუცილებლად დაგელოდებით. თარიღი როგორც კი გვეცოდინება, ოზანი გაგაგებინებთ, მაგრამ მანამდე მეც დაგირეკავთ. მართლა ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ. დიდი მადლობა. კარგი. მაშინ მე წავალ. შეხვედრამდე.
დალია. ყავა მშვიდად დალია. Puli ხელში ჩაუთვალე იმ კაცს, დალია. მიდი შეგერგოს. შვილო, ნიშნობა როგორ უნდა გავაკეთოთ? ან ხალხს თვალებში როგორ უნდა შევხედოთ? რას საზვიადებ ამ ნიშნობის ამბავს? დიდი წვეულება ხომ არ არის? ყველაზე იაფასიანი დარბაზების კი უზარმაზარ ფულს ითხოვს. დიდი ხარჯია. ტანსაცმელი, ბეჭედი, 1000 წვრილმანი. ამ ყველაფერს განმადებით არ აკეთებენ, მოვაგვარებთ, კარგი? ბიჭო, ისე ნოლაპარაკობ, თითქოს ბევრი იცოდე და ნერვებს ნუ მომიშლე. კაცი მეგონა, რაც კი მქონდა ყველაფერი შენ მოგეცი. შენ კი მოსულიყავი და გეკითხა. ან მანქანის გასაღები მოგეცა და გეთქვა. მე არ მინდა, შენი იყოსო. მამა, ის ბიჭი ცუდ დღეშია. მამამისი არ ეხმარება. ჩემს თვალწინ მევახშეებისგან ფული აიღო. მოდი და ჩაჯიქი ახლაბა მანქანაში. რა სასაცილოა. დიდარი სასიძო მოვნახეთ, მაგრამ ჩვენზე ღარიბი ის აღმოჩნდა. ახლა რა ვქნათ? მაშინ გადაიხადოს თავისი ვალი. მე კი ავდგები და წავალ. ნახავ, ალეს მზღოლი ხომ არ სჭირდება. იმუშავე, ზაფერი, იმუშავე. ვერ ხვდები ეს ქალი ასე რატომ გჭირდება? ამ ქალმა ცნობილი მარკა შექმნა. მის ხელშეკრულებას დრო ეწურება. ეს კი ჩვენთვის დიდი შანსია. ფლორენციის ყველა კომპანია მის ხელში ჩაგდება ცდილობს. კარგი, მოვიდეს და გავიცნოთ. რა მოხდა ასეთი რაღაცები აღარ გაღელვებს? სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა, შვილო. ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. კარგი, რომ მოვა ჯერ ქარხანას დავათვალიერებინებ, მერე ცოტას ვილაპარაკებთ. მერე გაგაცნობ. გამიხარდება თბილად თუ შეხვდები. გისმენთ? ოზან შვილო. ნიშნობასთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო. როდის შევხვდეთ? სასწრაფოა? ვფიქრობ, რომ სასწრაფოა. კარგი, მაშინ ქარხნის გვერდით კაფე რომ არის, იქ მოდი. ბოლო 15-20 წუთით შემიძლია გამოსვლა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. კარგი, პრობლემა არ არის. ძალიან არ დავაგვიანებ, მაგრამ თუ მოსაადრე მოვა, მესიჯი მომწერე და გამაფრთხილე. არ დაგავიწყდეს. შენ ვითომ ცუდად ხარ და ამიტომ ვერ წამოხვედი. დამაჯერებლობისთვის თავი მოიავად მყოფე, კარგი? კარგი, მოსამე მომანდე. შენ იმაზე იფიქრე, ტაიფურის დამორჩილებას როგორ შეძლებ. 4 ვიქნებით, რა უნდა ქნას? უარი ვერ ვუთხარი. ყველა მეგობარი შეყვარებულთან ერთად მიდის. ეს მარტო ხომ არ წავა? ივეთყოდი ისედაც მარტო ხარ მეთქი, მაგრამ რას ვიზამთ? ადამიანი ასეთ ვახშამს სახლში უნდა გეკმავდეს? ეს ხომ სულელია, მაგრამ მისი მეგობრები კიდევ უფრო სულელები არიან. ლაილამ რამე მოგვეხერხებს, რომ ამ ტაიფურსაც დავაღწიოთ თავი. თორემ ეგ კაცი შენი ქმარი გახდება. ღმერთმა დამიფაროს გოგო, რას ამბობ? კარგი, წავედი. დროებით. სანამ ფატიხი მოვა, უცებ მომიყევი. ბევრ კითხოს უნდა მას მევინებ. პირდაპირ მითხარი, რატომ გაგათავისუფლეს? რატომ გამოგიშვა? არ გამათავისუფლეს ძვირფასო. სერიალის თარიღი გადმოუწევიათ და უნდა რომ მთელი ყურადღება ამ საქმეზე გადავიტანო. ელფას გადამიხდის. ნიშნობის შესახებ უთხარი? ბეჭედი დაინახა. ამის შემდეგ ცოტა ისე იყო? ამის მერე ცოტა როგორ იყო? კარგი, ყურადღებას ნუ მომაქცევ. 1000 რამეზე ვფიქრობ და რაღაცას ბოდავ. მომისმინე. ზედმეტი თავაზიანება ხომ არ გამოგიჩენია? ელფას გულისხმობ. ახლა ამის დროა? თავარია გადაღებები იწყება. ფულიც გვექნება. 6 თვე ან 1 წელი აღარ მოგვიწევს ლოდინი. იმედი ეს სერიალი გაამართლებს. იოცე ჰალე. ჰალე, პოლიცია მოვიდა, კითხულობენ. რატომ? რა უნდათ? რა ხდება? რა მოხდა, ბატონო პოლიციელო?
ალებელგინი თქვენ ხართ? დიახ, მე ვარ, გისმენთ? ავარიასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა ჩამოგართვათ. ჩვენთან ერთად წამოდით. რა ავარია? ვის რა დაემართა? ქადირ თამირს. მე ჩანთას ავიღებ და ახლა ვემოვალ. ჰალე, ჩემიც წამოიღე. უმოთ, რა ხდება? თქვენ უმოთ ოზენი ხართ? დიახ, თქვენთანაც ვაპირებდით მოსვლას. თქვენც უნდა ჩამოგართვათ ჩვენება. ქადირი ვინ არის უმოთ? ჩვენი მეზობელია. კარგი, მაგრამ შენ ჩვენება რისთვის უნდა მისცე? რა შუაში ხარ? არ ვიცი. ჩვენც ვერაფერი გავიგეთ. მივალთ და ყველაფერს გავარკვევთ. გისმენ მუსა? უმოთ, სად ხარ? ჰალესთან ვარ. აქ პოლიციაა მოსული. რაღაც ავარიასთან დაკავშირებით უნდა დაგკითხონ. მერე დაგირეკავ, კარგი? კარგი, მერე დაგირეკავ, ახლა უნდა წავიდე. შენთან მოსვლა ცოტა მეუხერხულებოდა, მაგრამ არ გამოდის. კომიცი როგორი სიტუაციაც გვაქვს. თქვენ კიდევ ასე მოულოდნელად გამოგვიცხადეთ, ნიშნობის ჩატარება გვინდაო. დარბაზს მე მიხედავ, რა თქმა უნდა, ეს თუ გადარდებს. მარტო ეგ არ არის შვილო. ახლა მეტყვი ამდენი ფული მოგეცი, სად წაიღეო? მუსამ მანქანა გაყიდა და ფული შენ მოგცა. დანარჩენი კიდევ ვალებში, ხარჯებში, ალის სკოლაში გადავიხადეთ და მორჩა. დრო რომ მქონდეს არ მოვითმადი, მაგრამ მე უმოთს ვფიქრობ. უმოთისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. არ უნდა ბევრი დაგახარჯინოს, მაგრამ ამიტომაც არ გეტყვის. არ გეტყვის, რაც ჭირდება. ამაყი გოგოა. რამე რომ დააკლდეს, უმოთს არაფერი არ დააკლდება, გაიგეთ? შენ ამაზე ნუ დარდობ. სხვა რამე გინდა? კარგი, მაშინ მე უნდა წავიდე. დროებით. შეეგროვე. ნახოთ როგორ შეაგროვებ იმ მევახშის ფულს. ასე ძალიან მეუხერხულება. სანერვიულო არაფერია. ამ დროს ყველა სამსახურშია. ზარი დარეკე, კარი გააღონ. ვახშმის მომზადებაში ხელი არ უნდა შეუშალოთ. თან გასაღები მაქვს, ჩვენ თვითონ გავაღოთ. შედი. რისი სუნია? ალბათ ფანჯარა არ გააღეს. დავალ, მე გავაღებ. და შენი მეგობრები? სად არიან? საყვარელო, თუ ღმერთ იგზავს. მითხარი სხვა გზა დამიტოვე? მინდოდა ნახევარი საათი ერთად დავრჩენილიყავით. შეურაცხყოფას მაყენებ. ზედმეტი მოგდის. ხვდები რას აკეთებ? ამ სახლში შემოსატყუებელი გოგო არ? წვენოდეს. არა, შენ არასწორად გამიგე, ილდა. ილდა. თავი დამანებე. შენ რა გაგიჟდი? შემეშვი. გადაირიე? შენ მას სიყვარულმა გამანადგურა, შენზე ოცნება. შენ სულ გამირბი ხარ. საერთოდ გიყვარ ვარ? და ეს ამის დასამტკიცებლად უნდა გავაკეთო? მითხარი რომ გიყვარ ვარ და ესეც საკმარისია. შენგან ეს სიტყვები არასდროს გამიგია, გიყვარ ვარ? რა თქმა უნდა მიყვარ ხარ. მაგრამ ნიშნობამდე ვერ შემეხები, გესმის? მერე მამაჩემსა და ჩემს ძმას თვალებში როგორ შევხედო? კარგი, ამ საღამოს შენს ძმას დაველაპარაკები და სრულდეს ეს ტანჯვა. შენ რა გინდა, გაგიჟდი? რას გვია დაელაპარაკები? ჩემი ძმა არ გაცოცხლებს. სიყვარული დანაშაულია? ვეტყვი რომ ძალიან მიყვარ ხარ, რატომ უნდა მომკლას?
თან თუ უნდა მომკლას, ასე როდემდე ვიყო. ახლა ნერვები მაქვს მოშლილი ტაიფურ. რომ დამშვიდდები, მერე ვილაპარაკოთ. საყვარელო სიას ვუყურებ. მოიცადე. მაპატიე. მაგრამ აქ არ წერია, რომ გადაღების დღე ან საათი შეიცვალა. ერთი წუთით საყვარელო, ერთი წუთი. გისმენთ? ალბათონმა სევდან გამომგზავნა, მითხრა რომ ასისტენტი გჭირდებათ. მობრძანდით. ერთი წუთი. საყვარელო მომისმინე. გადავხედავ და მერე დაგირეკავ, კარგი? კარგი, კარგად. დაბრძანდით. აბა საყვარელო. შენი CV მომეცი. რადგან მაინც უნდა მენახეთ, CV არ მომიმზადებია. კარგი, მაშინ მოყევით. სად სწავლობდით? სად მუშაობდით? საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი დავამთავრე. ამ მიმართულებით ვერ ვიმუშავე. 5 წელი ერთ კომპანიაში მმართველის ასისტენტი ვიყავი. მერე ბავშვი მეყოლა და იქიდან წამოვედი. ბავშვი გაიზარდა, ახლა კი ისე მინდა მუშაობა. სამუშაო დრო რომელი საათიდან რომლამდეა? ჩვენ საქმეში განსაზღვრული საათები არ არის. და შესვენების დრო ხომ არის ხოლმე? ძიძის საქმეც უნდა მოვაგვარო. სახლი პატარაა და ძიძეც ჩვენთან ვერ დარჩება. ღმერთო გემუდარები, ოღონდ ვინმე ნორმალური შემოვიდეს ამ კარში. ყველაფერი მე უნდა დამატყოდეს თავს. ღმერთო. შენ აქ რა გინდა? კარებში ვილაპარაკოთ? თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო შეხვედრის ესკისერში მწვდი, ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია. ბუდეს გიხდი. გპირდები, შვიდად ვილაპარაკებთ. ბატონო, ადამიანს როგორ უნდა დავეჯახოთ? მანქანაც კი არ გვყავს. დაზარალებულის და მისი ცოლის განცხადებით თქვენ მას ცილე დასამეთ. პირადი უთანხმოება გქონიათ. ეს კაცი რომ გაათავისუფლეს, თან დამუქრები ხართ. ესე იგი დაზარალებული ის არის? ეს რას ნიშნავს? კაცი სახლში შემომივარდა, თავს დამესხა. ჩემს მეგობარს რომ არ მოესწრო, გამაუპატიურებდა და კიდევ მე მიბარებთ დაკითხვაზე. კარგი, ჰალე, დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე, როგორ? მანქანა დაეჯახა და ამასაც მემაბრალებენ. ქალბატონო, ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით, ვიძიებთ. მაშინ ისიც გამოიძიეთ იმ კაცმა რა გამიკეთა. საქმე ნორმალურად რომ გამოგეძიათ, მას არავინ გაათავისუფლებდა და პრობლემებსაც აღარავინ შეუქმნიდა. ალე. ბატონო, მომისმინეთ. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩვენ ჩვენებაში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა. არც ვინმესთვის ზიანის მიყენება გვიცდია. სასამართლოში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩემს მეგობარსაც უნდა გაუგოთ, ძალიან ნერვიულობს. სანამ ეს ამბავი არ გაირკვევა, ქალაქს ნუ დატოვებთ. საბუთები მოგვეცით, ხელს მოვაწერთ და წავალთ. მოიცადე, მუსას აქ რა უნდა? რომ მოვდიოდი და მირეკა. ალე მოიცადე ერთი წუთი. რა მოხდა? რატომ მოგიყვანეს აქ? ეს იმ კაცს ეხება? მუსა. ჩემთვის ყვავილები დიდი ხანი აღარ მოგიტანია. რა თქმა უნდა, იმ დროს გულისხმობ, როცა ერთად ვიყავით. სახლში ემჩნია?
არა, მაშინ ვევამჩნევდი. მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, წლებთან ერთად ყველაფერი იცვლება. ამის გამო არ უსაყვედურო. რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაფერი წარსულს გვახსენებს. ისევ ერთმანეთს დავადანაშაულებთ, ისევ ვიჩხუბებთ, მაგრამ არსებობს სიმართლე, რაც ორივემ უნდა ვაღიაროთ. რაც მოხდა იმაში, მხოლოდ ერთი ჩვენგანი არ არის დამნაშავე. არ ვიცი ეს ყველაფერი როდიდან დაიწყო. როგორც ჩანს, ორივეს ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. როცა მშვიდად დაფიქრდები, კარგი რაღაცების გახსენდება. იმ სასიამოვნო წუთების ხათრით ხალხში კიდევ უფრო სასაცილოდ ნუ გავიხდით თავს. ვერ ხედავ რა დღეში ვართ. შენ ასეთი საქციელი შეგეფერება? ნამდვილად არ შეგეფერება. იმდენი რამ არ შეგვეფერებოდა, რომ ახლა ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. Normalimiz haline geldi artık bu durum. მოდი სახლი გავიყოთ. რაც გინდა ყველაფერზე თანახმავარ. ახალი ხელშეკრულება მომამზადებინე. თუ გინდა ადვოკატებთან ერთად გადახედე. ისე შევთანხმდეთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ დარჩეს განაცხენებული. ისედაც ორივე ბევრს კარგავთ. შენს პასუხს დაველოდები. ნახვამდის. ყვავილებისთვის მადლობა. ძმაო, მე რა ვილაპარაკო დროს გარ. ახლა არა. ეს გუშინ მოულოდნელად მოხდა. ოჯახურ გარემოში აღვნიშნეთ, არავისთვის გვითქვამს. ნიშნობაზე დაგპატიჟებთ. ყავა მომამზადე, მე გავდივარ. ძმაო, რა მოხდა? ნიშნობაზე დამპატიჟეს. საჭმელე უჩემოთ ჭამე. ილდა დამშვიდი. ადგილი ხომ მიუჩინე იმ სულელს. რატომ სევდა? შეგიძლია მითხრა რატომ? რატომ ვარ იძულებული ასეთ ადამიანს გავუძლო? ამ გოგომ ჩვენ გაგვიკეთა ჯადო თუ თავის თავს? ყველაზე რთულ საქმეშიც კი უმართლებს. და ჩვენ? სანდო კაცი მეგონა და თაღლითი ყოფილა. ძმასთან რომ მივიდეს და დაელაპარაკოს? რომ უთხრეს ერთმანეთი გვიყვარს? ხომ დავიღუპე? მუსაცოლად გამაყოლებს. მაიძულებს რომ ხელი მოვაწერო. არა, ღმერთმა დაგვიფაროს. მაშინ ის იდიოტი კი სახლიდან საერთოდ არ გამოგვიშვებს. მაშინ კი ყველაფერი დაივიწყე. სასოწარკვეთილი დიასახლის იქნები. მოკეტე. თან ეს სიტყვები საერთოდ არ შემეფერება. კარგი. მომაღლა ვფიქრობდი, მაპატიე. ნუ გეშინია, მოვაგვარებთ. Alo.
ბატონო ნამიკ, ოზანი ვარ. გისმენ? ვალის დაბრუნება დათქმულ დღეს გადავწყვიტე. რაღაც საქმე გამომიჩნდა და დღეს ვერ მოვალ. იმედია პრობლემა არ იქნება, არა? როგორც უკვე გითხარი, დათქმულ დღეს არ გადააცილო და როგორც გინდა ისე გადაიხადე, როცა გაგიხარდება. თუ დააგვიანებ, უკვე პრობლემა იქნება, მეგობარო. ეს საკმაოდ კარგად გავიგე. არი დარდოთ. შემოდით. ქალბატონი მელისი მოვიდა. გამარჯობა ქალბატონო მელის. გამარჯობა, როგორც იქნა პირისპირ შევხვდით. დიახ, როგორც იქნა. ძალიან დიდი ბოდიში, ასე სასწრაფოდ რომ ჩამოგიყვანეთ. არ არის პრობლემა. როგორც ჩანს, ჯერ იტალიის გავლენისგან ვერ გავთავისუფლდი. გასაგებია. უკაცრავად წყალი მომიტანეთ, თუ შეიძლება მწყურია. დიახ, რა თქმა უნდა. სხვა რამე, თუ შეგიძლიათ თურქული ყავა. რა თქმა უნდა. ოღონდ თუ შესაძლებელია ჯეზვეთი მოდუღებული იყოს. აპარატით თუ ამზადებთ, მაშინ ჩაი მინდა. ჯეზვე გვაქვს. შვენიერია. და გაზიანიც თუ შეიძლება. მინერალური არ მინდა, ჩვეულებრივი გაზიანი. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი წყალი იყოს. ჩაი. მხოლოდ ჩაი. მობრძანდით. მე ვფიქრობ, ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ო, მართლაც ასეა. მე ყველაფრის განხილვა დეტალურად მიყვარს. აზრების წაკითხვა არავის შეუძლია, ხომ ასეა? ყველაფერს დეტალურად თუ განვიხილავთ, შედეგიც ისეთი იქნება, როგორიც გვინდა. ეს არის ჩემი საიდუმლო. მართალი ხართ. მართალი ხართ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ეხება. საქმეში დეტალები რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ასეთ მარტივ რაღაცებში არ ვიცი. ასე თითქოს ცხოვრებას ხელს უშლის სიურპრიზების მომზადებაში. ო, მაგრამ საკითხავია, რა სიურპრიზებზია ლაპარაკი. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სიურპრიზები ცუდად გაკეთებული საქმის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია. ჩემთან იმიტომ მუშაობენ, რომ მე სიურპრიზები არ მიყვარს. ო, ასეა. რასაც შედეგს უწოდებთ, ის ჩვენს საქმეში წარმატებაა, ბატონო ოზან. სწორედ ამიტომ გავხდით ჩემი საქმის ექსპერტი. მუსა თავი დაანებე. დამშვიდდეს და მე რელაპარაკე. ახლა ნუ ღარ დაუმატებ. იმ კაცს შენ დაეჯახი არა? ეგ საიდან მოიტანე? მე იმ კაცს ვიცნობ? ჩემთვის მის შესახებ არაფერი არ გითქვამს. მუსა თუ ღმერთი გწამს. გოგოებმა იპოვეს და მისი პოვნა შენ გაგიჭირდებოდა? რაზე ჩურჩულებენ? იელდა. მოიცადე, მოდი აქ. შენს გარდა სხვა არავინ იცის, მუსა. პოლიციამ თქვა, რომ თვითმხილველებიც არიან. მანქანის ნომერიც იციან. ამბობენ დაგეგმილი იყო. რა უნდა მეკრა? რა მეკრა მითხარი? სასამართლოზე ტყუილი თქვა. ნახეთ ჰალე რა დღეში ცევა. დამნაშავესავით მთელი გზა გოგომ თავი ვერ აწია. გული მომიკვდა. მინდოდა წასულიყავი და იმ კაცს კიდევ დავჯახებოდი. აბანება მიმეცა თავისუფლად ესე იქნა. რომ მომკვდარიყო? თქვი ველურივით აღარ მოვიქცევიო. მე ვარ ველური. მე? ველურის ძაღლია. იმ ნაძირალას ცემით უნდა მოხადოსული. მაგრამ მაგას კაცად ჩათვლიან და მე ციხეში ჩამსვამენ. რა სამწუხარო არა, მასათი საქმეები დღის კანონებით არ წყდება, ეს შენც იცი. ამას რომ მიხვდე, კიდევ რამდენი რამ უნდა გამოიარო? რამდენი? რა ვქნა? როცა ჩემს სისხლს ეხებიან, თვალები მიბრალდება. თავი შევიკავე და არ მოვკალი. ახლა მიდი. სახლში შედი. შიგნით შედი. არა საკეთებ. ამ სულელი გოგოს გამო ჩემი ძმა ლამის მკვლელად იქცა, ვერ გაიგე?
მუსამ ხომ თქვა რომ ჰალეს აღარაფერი უთხრათო, ცუდ დღეში ჩაგვაგდებს. საკმარისია. შიში როდემდე უნდა ვიცხოვროთ. სანამ ჩვენ შიშით ვიკანკალებთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ. ამ თავხეთ ქალს ოჯახში რძლად შემოსვლის უფლება უნდა მივცეთ? ასეთი რა ჩაიდინე, რომ ჩემი ძმა მანქანით ვიღაც კაცს დაეჯახა. რა? შეიძლება შენი გულუბრყვილო მზერით ჩვენი ძმა მოატყუა, მაგრამ ჩვენთან არ გაგივა. ბიჭი გამოიჭირე, არა? თქვი მუსა შენს გამო ვის გადაეკიდა. გადით ოთახიდან. შენ ვისი სახლიდან მაგდებ? სანამ ჩემი ძმა უფრო დიდ შარში არ გახვეულა, აქედან წაეთრიე. და მისი ცხოვრებიდანაც. წამოდი გავიდეთ. ღმერთო, ეს რა ბედი გქონია? ჯადო გაუკეთეთ ჩემს ძმას, არა? საყვარელო. ზურფასო, მეტავ განახა როგორ მუშაობს შენი შვილი ცნობილი კომპანიის მენეჯერთან. გეგონება არაფერი დაუშავებია. ალბათ ფიქრობს შეთანხმებას თუ მივახცევ, არავინ არაფერს მეტყვისა. ძალიან ცდება ასე თუ გონია. ძალიან შემცდარა. რაგებ ცდილობს თავისი შესაძლებლობები გაჩვენოს. ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შეუძლია. მიუშვი გთხოვ. ჩვენი მიზანი ხომ შვილის დაკარგვა არ არის. შეეშვი მაგას ზაფერი მიხედავს. კარგი, გიგოცნე, შეხვედრამდე. შენ დამპირდი უმოთ. ვიცი. გოგოები მისულან და მისთვის რაღაც ისულელეები უთქვამთ. ჩემთან მოვიდა და მკითხა რა ხდებაო. მითხრა წავალობანში გავიკითხავან, ჰალეს ვკითხავო. საყვარელო. შენ ხომ ის გოგო არ ხარ თავს ვინმეს რომ დააჩაგვრინებს. მითხარი ახლა რატომ იქცევი ისეთ თითქოს რამე სამარცხვინო ჩაგედინოს. ყველას მზერაში ვხედავ რომ მე მადანაშაულებენ. ვერ დაინახე რომ მოსამართლემ თავდებით გაუშვა. რისი იმედი უნდა მქონდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გწვენოდეს. გესმის ჰალე? ჰალე გონს მოდი თუ ღმერთი გწამს. თავი ხელში აიყვანე. უმნახე მუსამ გოგოების ბოდვას არ დაუჯერა. ჩემთან მოვიდა და გაარკვია. მართლა ის იყო? იმ ნაძირალას ის დაეჯახა? გოგოებსაც გაუგიათ. მოვიდნენ და 1000 საზიზღრობა მითხრეს. უმოთ არ მინდა ამ სახლში დარჩენა. ისინი შენ კი არა, მე ვერ მიტანენ. არ ინერვიულო. გთხოვ, არ იდერდო. კარგი, კარგი. დიახ. დიახ, გისმენთ. ალბატონის სუდე გასულია. რა გადავცე? კარგით. ნახვამდის. გუზინ. დიახ, მახსოვს. ხვალ. შენთვის სცენარი ჯერ არ გამომიგზავნია, მერთო. საყვარელო ბერილი შვებულებაშია, მე კი ყველაფერს ვერ ვასწრებ. კარგი. კარგი, დღეს გამოგიგზავნე. არ ინერვიულო. კარგი, კარგი.
დამშვიდობება დამავიწყდა. ღმერთო აქ რამდენი საქმე ყოფილა. Trafikliymişsin be büro. Hakan. ჰაგან, გაურთხილებლად მოვედი. დრო გაქვს? შენთვის დრო ყოველთვის მაქვს საყვარელო, შემოდი. Ay bana da მოდი ცოტას მეც დავისვენებ. gelmeden önce. შენს მოსვლამდე კინაღამ გავგვიჟდი. Ay. Tamam tamam. გაჩუმდი. Sus sus. Aa. Of. ბერელი არ არის? Hiç sorma. არც მკითხო საყვარელო. Kaçırdım. არ მკითხო გავაქციე. kadar sinir bozucu. ამდენი ნერვიულობისგან აბარა დაემართებოდა. Ofiste bana patladı. ჯავრი ბერილზე ვიყარე. Ay meğer ახლა კი საქმეს ვეღარ ავუდივარ. Bu kadar. თურმე გოგო რამდენამეს აკეთებდა. რას წარმოვიდგენდი ასე თუ დამაკლდებოდა. Sen de yakında ama შენც მალე გამიგებ. Anlamaz olur mu? როგორ ვერ გაგიგებ? Duygudan დუიგოს გულისხმობ არა? Onun o მართლა ძალიან გამეჭირდება მისი შემცვლელი ვიპავა. მაგრამ მას ვერ შევაჩერებთ. kal diyemezdim. არ შემეძლო. haklısın. მართალი ხარ საყვარელო. სისულელეს ლაპარაკობ. Seni hangi? მითხარი ჩემთან რისთვის მოხვედი? Bilmem. არ ვიცი. Öyle dolaşıp ისე გამოვედი სახეტიალოდ. hatırladım. მერე კი უცებ გავიხედე და გაღმოჩნდი. შენთან. Kafa karışık. ანუ თავგზა გაქვს აბნეული. Kahve iç. ყავას დალევ? Düşündüm. იცი რა ვიფიქრე? Bitmez biz. აბა ვერ გვიშველის. Çok daha iyi. უკეთესი იდეა მაქვს. Tanıştık. გაიცანი. Umut. უმუთი, ჩემი ახალი აღმოჩენა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ჩემთვისაც. Şu program ücretsiz ალბათ ეს galiba. პროგრამა უფასოა. Ne yapıyorsun? რას აკეთებ? Odamdaki ჩემს pasporu ოთახში დარჩენილი ნივთები მოგიტანეთ, რომ ამის შემდეგ კი აღარ შემოხვიდეთ. აქ გადმოსვლით ასე ძალიან ნუ გაიხარებ საყვარელო. Bana bak. მომისმინე. İstersem უმიცი რომ თუ მოვინდომებ, შემიძლია შენზე უარესი ვიყო. Hatta თანაც იმდენად უარესი, რომ შიშისგან სახლში ფეხს ვეღარ შემოადგამთ. Bu eve tek adım atamazsın. უბრალოდ ასე არ ვიქცევი. Anladın mı? არჩენი გამოხტომებისატანა მინდა და არც ამ სახლში დარჩენა. ამიერიდან ჩემს მეგობარს ერთი სიტყვაც აღარ უთხრა. გასაგებია? Arkadaşıma ჩემს მეგობარს შეეშვი. bir kelime etmeyin. Ne yapar? თორემ რას იზამ? Görürsün. ნახავ რასაც ვიზამ. Bırakın artık. საკმარისია გაჩერდი. Yelda. იელდა მოსაშემოა. შეეშვით ერთმანეთს. Bir daha. ამის შემდეგ Sakın bir şey აღარ bulaşma. გაგვეკაროთ. Olur mu? გასაგებია? Abimden ჩვენი ძმის იმედი აქვს. ben o yüzden ვიცი ეგ იმედი როგორ დავუკარგო. Nazlı. ნაზლი, Hala რომ გითხარი იმ ნომერზე კიდევ არ დაგირეკავს? ტელეფონზე ვსაუბრობდი, ახლა ვედავრეკავ. Hadi ama. სწრაფად. 40 yıl bekletmeyin. ადამიანს წლობით ნუ ალოდინებ. Yelda. იელდა, Kendin ოფისიდან რეკავენ. Allah Allah. ღმერთო, Bunlar benim numaram. ნეტავ ჩემი ნომერი არ ჩაიწერეს? Alo. გისმენთ? Tabii. დიახ. რა თქმა უნდა, გამარჯობა ქალბატონო ლაილა. სალდაც უფასო გამარჯობა. კარგი ამბავი მაქვს. Hani haremde დიდებულ ölüyordun ya. საუკუნეში როლი ხომ გინდოდა? ერთ-ერთი გოგოს როლზე აგიყვანეთ. დიდებულ საუკუნეში ჩემთვის როლი გაქვთ? Evet. ო, Senaryonun სცენარს მეილზე გადმოგიგზავნე. კარგი, კარგი. მაგრამ ხვალ მაინც შემოგივლით და როლზეც ვილაპარაკოთ, კარგი? Tamam tatlım. კარგი საყვარელო. Nazlı seni arar. ნაზლი დაგირეკავს და დროზე შეთანხმდებით, ნახვამდის. იელდა. ამჯერად შეცდომა არ არის, როლი ჩემია.
მაგარია. ნაზლი, ჩაი შემომიტანე. როგორც მიბრძანებთ. ესეც დიდი ქალბატონი ყავს. დიახ, მესმის და მართალი ხართ რომ ღელავთ, ძალიან რთული საქმეა. ბატონი ოზანი ცდილობს ახალი ბრენდი შექმნას, მაგრამ ამისთვის დიდი მოთმინება და საქმის მიმართ სერიოზული მიდგომაა საჭირო. ამას დიდი დრო სჭირდება. ბრენდის შექმნა ასე სწრაფად არ ხდება. თქვენ გააქვთ მოთმინების უნარი. შეგიძლიათ ამ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. სანამ ბრენდის შექმნას გადაწყვეტთ, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გქონდეთ, მერე კი? ფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა ვიცოდეთ ღირს თუ არა ამ საქმის დაწყება. ალბათანო მელის. მესმის. მაგრამ ჯერ მე უნდა ვიცოდეთ თქვენ როგორ უყურებთ ამ საქმეს. როგორც ვიცი, საქმიანობა ნულიდან დაიწყეთ. ყველაფერს დიდი შრომის შედეგად მიაღწიეთ. ალბათ იმედიც ბევრჯერ გაგიცრუვდათ. რთული პერიოდები გამოიარეთ, იბრძოლეთ. შავი სამუშაოს შესრულებაც კი მოგიხდათ, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწიეთ. მე არაფერი მომიყოლია. ჩემი ვალია. საქმეში კარგად გავერკვე და არა ზედაპირულად. ახლა ყველაფერს ისევ თავიდან ვიწყებთ, მაგრამ ამჯერად ბატონი ოზანის ინიციატივით. რადგან უკვე დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, გვერდზე არ უნდა გადგეთ. გაიხსენეთ, როგორი მიზანდასახული და მონდომებული იყავით, როცა საქმეს თქვენ იწყებდით. ახლა კი ოზანის ჯერია. მე ახალ საქმეს ყოველთვის შემართებით ვიწყებ. დამეჯერეთ, ჯერ არც ერთი შემთხვევა ყოფილა მიზნისთვის, რომ არ მიმეღწიოს. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ფიქრობ, ყველა დეტალი კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ. ოზან. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ განიხილეთ. მე საღამომდე სტამბოლში ვიქნები. შემატყობინეთ, რას გადაწყვეტთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. გაგაცილებ. მამა ჩემი დაუჯერებელი სიზუსტით აღწერა. მისი დარწმუნება არც ისე მარტივია, მაგრამ მე მივხედავ. ამ საქმეს დრო, ფული, შემართება და ნდობა სჭირდება. რომელიმე თუ დააკლდა, ვერაფერს მიაღწევ. ასე რომ თუ გინდა მიზანს მიაღწიო, ჯერ მამას დაელაპარაკე. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთან იმუშავებთ თუ არა. უშენოდ არ გამოვა. აკავრობა შენ გაბარია. ჩემი არ იყოს ეს საქმე თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. ასე რომ საღამოს მოუთმენლად დაველოდები. პოლკი გამემგზავრები და მე არ გეწყინოთ. ნახვამდის. ნახვამდის. წარმატებები. მადლობა. მამა, ჯერ მე მომისმენე. ჩემს აზრს გეტყვი და მერე. კარგი? იმ ქალმა ერთი შეხედვით ამომისნო. თავისი საქმე იცის. ეთყობა. მაგრამ რაც თქვა სიმართლეა. ეს ჩემი კი არა, შენი ოცნება. მე ის ასაკი გავიარე, როცა ასეთი რისკიანი საქმეებით ვიყავი დაკავებული. მამა, საქმეს დავუმთავრებ. მაშინ როცა შენს ოჯახზე ასე მარტივად ამბობ უარს. მე როგორ დაგიჭირო მხარი და ეს საქმე როგორ წამოვისყვა? გამაგებინე როგორ? შენ რატომ უნდა იბრძოლო იმ მომავლისთვის, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რატომ? ვერ ხვდები. შენ მე სერიოზულად არ აღნიშნავ. მიპასუხე ოზან. მიდი, გამესი პასუხი. მართალია. აკავრობა შენია. კომპანია დიდი შრომით შექმენი. ეს შენი წარმატების დასტურია. მის დასაცავად მეც კი ამომშალე მემკვიდრეობიდან. ვცდილობ გავიგო. არა, არ განმეკითხა მართლა. უბრალოდ ვცდილობ გავიგო, მაგრამ შენ ისე მამა ჩემი ხარ არა? მე კი ისევ შენი შვილი ვარ. ო, პული შენია. შეგიძლია ისე დახარჯო, როგორც შენ გაგიხარდება.
თუ გინდა მთლიანად გადაურიცხი იმ დაწესებულებას, რომელსაც დედა ეხმარება, მე ეგარ მაინტერესებს. Benim bir beklentim yok parandan. Bak beni შენ გამზარდე და ამისთვის მადლობა. ახლა რაც მოქვს ეს შენი დამსახურება, ეს ძალიან კარგად ვიცი. bütün Მაგრამ- bunları dinlemeyin. Ve şükürler მადლობა olsun, ღმერთს მუშაობა შემიძლია. sayarım ya da açarım. არც მსიერი მოკვდები De ki sen bunu და არც konuşma, უსახლკაროდ ben დარჩები. sana yapıyorum, tamam mı? Sen galiba კარგი ვთქვათ, შენ დამაფინანსე. ახლა მე შენ ფულს უკან გიბრუნებ. გონი არასწორად გამიგე. მე ფულზე ვთქვი უარი, მამაზე არა. yani სანამ შენ არ გამაგდებ, აქ მუშაობას გავაგრძელებ. bak მისმინე, sen მე beni თუ მკითხავ, გეტყვი რომ ეს ქალი ხელიდან გასაშვები არ არის. bana sor. დანარჩენი კი რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია. Kadını kaçır. უბრალოდ მე თავგზაამებნა. აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო. Nasıl ama? კიდევ დავლიათ? Bu sadece ასეთ დროს ვფიქრობ ესეც ზედმეტი იყო. Bence მე მგონი ეს ზოგადი პრობლემაა. aşk yani. სიყვარული. Gel sorun. მართლა ზოგადი პრობლემაა. Neredeyse bunu böyle buradan buradaysa mesela. Buradan alıp იცი რა უნდა ქნა? atacaksın. სიყვარული გულიდან დაამოიღო და გადააგდო. çünkü yani. იმიტომ რომ ეს გრძნობა გვანადგურებს. რამდენ სისულელეს ვაკეთებთ? Hangi yalana inanıp უღირს ადამიანებს ვაღმერთებთ და გონია რომ ვერაზროს დავივიწყებთ. მითხარი, სისულელე არ არის? Sen nişanında ნიშნობაზე არ დაგბატიჟეს? boşandım. ჩემი განქორწინების დღეს ემთხვევა. Kutlamayın işte. თავისუფლებას აქ ავღნიშნავ. Ozan და შენ დაგბატიჟე აუზანმა. gerçi მეც არ ვიცი რომელიც ჯობდა. etmese დავეპატიჟე თუ არა. ben de karar veremedim. etse gider. რომ დაეპატიჟებინე წახვიდოდი? hale. ალე, მუსა, სულ გაგიჟდი? რა გინდოდა იმ კაცთან? სულ ჭკუაზე ხარ? Deli misin sen? Ben sevdim. ვინც ჩემს საყვარელ ადამიანებს აწყენინებს, ამის გამო პასუხსაც მოთხოვ. Adamım diye. სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო? Ben bu მე ასეთი ვარ. beğensen შენ მოგწონს თუ არა, მე ასეთი ვარ. beğenmesen. იმ კაცმა შენ გაწყენინა. Seni ის უარესეს ღირსი იყო. უფრო მეტიც. Az bile yaptım. მასთან უნდა მივსულიყავი, თვალებში ჩამეხედა და იმაზე დიდი ტკივილი მიმეყენებინა, ვიდრე შენ მოგაყენა. ყველაზე დიდი ტკივილი. არა, მე პატიმრობა არ მაშინებს, მაგრამ ციხეში ვერ ჩავჯდები, როცა ვიცი რომ Ama მისნაირი არაკაცები dışarıdayken გარეთ ასე თავისუფლად დასეირნობენ. o yüzden არ შემიძლია, მენ დაუცველად ვერ დაგტოვებდით. ალე, sen böyle როცა ასე თავდახრილად გახარ, ben o herif. მინდა რომ იმ კაცს თავი წავაწყვიტო. Eğme boş. თავს ნუ დახრე, Dik dur. ამაყათიდექი. Korkma. ნუ გეშინია. ის არაკაცი შენთან ვერ მოვა. ალე, Geliyorum. მოვდივარ. Teşekkür დიდი მადლობა. Kızıyım. ოღონდ არ ვიცი, უნდა გაგიბრაზდე თუ? მადლობა გითხრა. Kızma. ნუ გამებრაზდები Minnet და ნორც მადლობას გადამიხდი. ya da kız იცი, ის ჯობს გაბრაზდე. ama minnet მადლობა არ მინდა. kimse. მადლობა არავის არ უნდა გადაუხადო. Kimseye minnet etme. არავის. Üşümüş. შეგცირდება. წამოდი, სახლში შევიდეთ. Hoş geldiniz. გამარჯობა ძმაო. გამარჯობა. Doyduk Selda. მე დასალდა მუკვე ვივახშმეთ. ო, მოდით, თქვენ დასხედით. იყავი ძვირფასო, მე მერე შევჯამ. Doyduk var. არა, უკვე ვჭამეთ. მადლობა.
ალე რა დაგიდო? არმში არაფერი მინდა. ალემში ერი ხომ არ იქნები შულო, რამე შეჭამე. არმშია დედაზელი ხა. მე წავალ. საჭმელი დამთავრდა და ახლა მოხვედი. დედა მე უკვე ვჭამე, რომ მორჩებით დამიძახე და სუფრას ავალაგებ. შენს მზითებს უნდა მივხედო შულო. ელს არ შეგიშლი. სამზარეულოს ფარდა დამჭა დასამთავრებელი. გათენებაც რომ მომიწიოს, მაინც დავამთავრებ. მაინტერესებს როგორი გამოვა. თქვენ დაისვენეთ. ჩვენ მივალაგებთ. რა გცირთ დაიგო? რა მოხდა? სუფრას პირველად ვალაგებთ? ცდილობთ გოგონებს ხასიათი გამოუვსწორო, თამაში უცნაური რა არის? ალის ყურადღებას ნუ მიაქცეთ. ოჯახ. მიდი, ფლავი ამომიღეთ. და ესეც აიღეთ, კარგი? ცოტა დამიდა, ბევრი არ მინდა. გემრიელად მიირთვით. იელდა რა მოხდა? გოგონებს ასეთ ვილად რატომ ექცევი? ხდება რამე? არაფერი. მუსა მოვიდა და გოგონების მიმართ თბილი დამოკიდებულება გქონდათ. რას ამბობ დედაზელი ხა? იმას ვამბობ, რაც დავინახე. ჩვილო ისედაც ბევრი გადაიტანეს, განსაკუთრებით ჰალემ. არც დედა ყავს, არც მამა, თავი დაანებეთ იმ გოგოს. ცოდოა შვილო. დედაზელი ხა, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ. არ მესმის ასე რატომ გოლაპარაკები? ცუდად არ გამიგო ჩვილო. ამას თუ გულით აკეთებთ, ძალიან მიხარია. ოჯახს სწორედ ასე უნდა დაუდგეთ გვერდით, მაგრამ თუ სხვა განზრახვა გაქვთ, იცოდეთ რომ ძალიან ვიჩხუბებთ. არ მინდა ამ სახლში ვინმე საწყენინოთ. არც თქვენი წყენინება მინდა, გასაგებია შვილო? არ მინდა ხომ გესმით? ერთხელ ის შენი გაიძვერა შვილიც დაარიგე. ბერილ. ბერილ. ალბათო ნოსუდე, რას აკეთებთ? მანდ რატომ ხარ? შენ ხომ ჩემთან იყავი? წამოდი ჩემთან. წამოდი. ალბათო ნოსუდე, გაჩუმდით. ჩუმად როგორ ვიყო შვილო? ტელეფონი არ ჩერდება. კარზე სულ ვიღაცა გაგუნებს. დამიბრუნდი ბერილ. დამიბრუნდი. ალბათო ნოსუდე, ნუყვირით ძალიან გთხოვთ. კარგი, ახლავე ჩამოვალ, მოვდივარ. საყვარელო ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა რა? ალბათო ნოსუდე, რა დაგემართათ? კარგი, ვაღიარებ, რომ მკაცრი ქალი ვარ. ცოტა. ძალიან ცოტა. კარგი. ცოტაზე უფრო მეტად, მაგრამ შენ ხომ გიყვარდი? ხომ გიყვარდი არა? ხომ მეუბნებოდი არ მიგატოვებო? დადებითი თვისება არ მაქვს? ერთად კარგი დღეებიც ხომ გქონია ბერილ? რატომ არავის ვენატრები? არავინ ფიქრობს ჩემზე. ხომ ხედავ? მეთე ვეღარ ითმენს ისე უნდა რომ გამეყაროს. ფულსაც კი მთავაზობს. ოღონდ მისი ცხოვრებიდან წავიდე, გესმის? არავის ვენატრები ბერილ. სრულიად მარტო ვარ. ყველა მიმატოვა. არ გეცოდები ბერილ? ყველა მიმატოვა. ნუ თუ არ გეცოდები. წამოდი ყავა დავლიოთ და ზემოთ ვილაპარაკოთ, კარგი? შენ წადი. მომენატრე. მე შენი და მეთეს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. და თქვენ რატომ არ გენატრებით? რატომ არ ვენატრებით ჩემს საყვარელ ადამიანებს? რატომ უნდა თუ ჩემო ცხოვრება?
მე არავის არ უყვარვარ. Kimse beni sevmiyor. საერთოდ არავის ვჭირდები. Hadi gelin. წამოდი ზემოთ ავიდეთ. Söz ver bana. დამპირდი რომ დაბრუნდები. Döneceğim de. დამპირდი. Döneceğim de. Tamam. კარგი, პირდებით. მაგრამ ახლა წამოდით, გთხოვთ. წამოდით. Neden çağırmış? აკანმა მარტო დაგიბარა Hafta sonu. თანას დასვენების დღეს. Ya ორშაბათს თვითონ არ იქნებოდა და სამსახურიდან ზრდილობიანად გამომიშვა. iş erken სერიალს ადრე იწყებენ, მითხრა ურთვეში დავიწყებთო. ახლა უნდა რომ მხოლოდ კურსებზე ვიარო. Ne oldu? რა მოხდა? Ağzım kulaklarım მგონი ağrıyor. ძალიან გაგიხარდა, არა? Yok. არა, ასე არ არის. Tamam. კარგი, ხო, ცოტა გამიხარდა. აბა მკითხე რატომ გამიხარდა? Biraz daha აღარ დაიღლები და უფრო კარგად იმეცადინებ. Şimdi eğitimine falan. İyi düşünmüş. აკანს კარგად მოუფიქრებია. Takdir ettim. Bu arada ო, მართლა. sana çok შენთან მოკითხვა დამაბარა. მოგილოცა. ama sözü მაგრამ ნიშნობის შესახებ რომ გაიგო, ცოტა ეწყინა. ეწყინა? Nasıl bozuldu? რატომ ეწყინა? bozulmasın. რა თქმა უნდა ეწყინებოდა. Adam sonuçta შენი საუკეთესო მეგობარია. ჩვენი ნიშნობის ამბავი ხალეს შენგან რომ გაიგო, ალბათ ყელს გამოგჭრიდა. მე ვუთხარი რომ ყველაფერი მოულოდნელად გადავწყვეტეთ და ნიშნობაზე აუცილებლად უნდა ვგვეწვიოთ მეთქი. Ya bu arada belki bu თუ დავპატიჟებთ, შეიძლება თქვენ შორის არსებული პრობლემაც მოგვარდეს. ომ დაპატიჟებ. Bak zaten დედა შენის გამო ნათესავებიც არ დაგიპატიჟებია. Hakan Bey ბატონი ჰაკანი ხომ შენი მეგობარია. hem en azından ის yanında მაინც იყოს შენს გვერდით. hem benim თანაც ახლა ჩემი უფროსია. Çağırsam bile ben შენ თუ არ დაპატიჟებ, მე დავპატიჟებ, სირცხვილია. კარგი, კარგი. არ ინერვიულო. Bu arada ო, მართლა. რადგან ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანე, არ გეგონოს რომ ყველაფერი დამავიწყდა ბატონო ოზან. რას გულისხმობ? şu Melis Hanım'ı anlatıyorduk ხალბატონ ya, მელისაზე რომ მიყვებოდი. babanı kaynaştırdı. მამა შენზე მეტად არ დაუახლოვდე. მომისმინე. Bu Melis მელისა ლამაზი ქალია? Hiç yakışıyor mu benim? ჩემს შეყვარებულს ეჭვიანობა როგორ ეკადრება? მე რამდენ სწვალობ, ცდილობ, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უზრუნველი ცხოვრება მოუწყო. შენ როგორ იქცევი? Ne var ya? მე რა მოხდა? მხოლოდ შენ უნდა იეჭვიანო? Hem ახალი ბრენდის შესაქმნელად უცხო ქალთან ერთად დღეღამე უნდა იმუშაო. მე რა ვქნა? gelip ხომ არ მოვიდე და ჩაი ხომ არ მოგართვათ ხოლმე? Bir dakika. მიცოდი შენ რა მართლა ეჭვიანობ? Şaka yapıyoruz. უმრობ არა? uçan kuştan მინდოდა მიმხვდარიყავი რომ უმიზეზოდ ეჭვიანობა არ შეიძლება. მინდოდა გაგეგო მე რაგან ვიცადე. Gözüm sen. შენს გარდა სხვა ვერავის ომჩნევ ეს ხომ კარგად იცი? Bunu biliyorsun değil mi? Bak şimdi ძალიან გახარებული ვარ. არ გეწყინეს, კარგი? bakma მეც ვერავის ომჩნევ შენს გარდა. Ama bu მაგრამ თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცე. Keşke şu an ნედა ახლა ჩემთან იყო. გამომართვი. არავინ იცის მშობლებთან ურთიერთობას როდის მოაგვარებ. დრო მალე გადის. ვერც კი შეემჩნევ გვარის გადახდის დღე ისე მალე მოვა. ფული არ გაფლანგო. წადი და ბატონს მიეცი. მათ საქმეს მოვაგვარებ. sağ ol şunu lütfen. ხო ეს ფული აიღე. Bak buralar zaten ისედაც ბევრი საქმე მაქვს სამზადისში ვერ გეხმარებით. falan seni არ გინდა ძალიან თქო. yapma böyle ya. Ben unutabiliyorum. უმოც კარგად ვიცნობ. არ მეტყვის ეს მინდა ის მინდაო. მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. Böyle şeyler ასეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ ხდება. zaten normal. ისედაც ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა ყოფილიყო. შენ მაინც გამიგე. უბრალო ნიშნობა რატომ აზვიათებ? ყველაფერს ვაგვარებთ. რას ვაგვარებთ ძმაო? Ne şekilde? Ras. yapıyorsun abi? Elinde avucunda რა var. ფულიც გქონდა ყველაფერი მე მომეცი. Ozan, ოზან, bu senin ეს შენი ფულია. bak. მომისმინე, ბატონი ნამიკი, ბატონი ნამიკს მე მივხედავ. ამ თემაზე საუბარს მოვჭეთ გესმის? Bunu ama თანაც ეს ნამიკის ფული არ არის. değil. მართლა? მისი ფული მზად მაქვს, ნუ ღელავ. მაშინ თუ ასეა, რესტორანზე რა ქენი? შეარჩია? Hazır mı? მზად არის? ამაზე ნოიფიქრებ, მე მივხედავ. კარგი. Tamam peki. კარგი, კარგი. Hadi bu çocuk. უნდა წავიდე. უკვე? ო, საქმეები მაქვს. ნახვამდის. დროებით, დროებით. Oğlum
sıkma be canım. არ ინერვიულა, სამსახურს როგორმე იშოვე. Yüklü oğlum. საკრედიტო ბარათის ლემედი ამოვწორე. მანქანის განვადებას გადასახდელი მაქვს. ჯერ დედაჩემსაც ვერ ვუთხარი. Neyse ben bile o. კარგი საჭირო თავში გავა. Akşam eğlence საღამოს რამე საღვნიშნავთ ძმაო. ნიშნობა, ვისი? მუსაზდის. რომელიდის? უმუთის, უფროსის. Nasıl yani? ეს როგორ? Yazıyor işte მან ყველაფერი წერია. Artık ამერიდან კომპანიის 5% შენია. imzaları ხელს მოვაწერთ işlemleri და ყველაფერს ადვოკატი მოაგვარებს. Ya ben çok şaşırdım. გაოცებული ვარ ქალბატონო სუდე. Şimdi ne diyeceğim? მართლა არ ვიცი რა გითხრათ. kendimi garanti მინდა თავი დავისყვიო ძვირფასო. bağırıp çağırıp ყვირილს რომ დავიწყებ, აქედან ვეღარ გამექცევი. ესე იგი ისე უნდა იყვიროთ? Huy bu არ bebeğim ვიცი, ვნახოთ. çıkmayın. სანამ ცოცხალი ვარ ვიყვირებ. Vallahi როცა ölünce მოვკვდები, toptan çıksa მერეც არ da გაგიკვირდეს bağırsa მიცვალებულმა diye ყვირილი თუ დავიწყე. Korusun. ღმერთმა დაგიფაროთ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. Ay, ama derim vallahi herhalde. Şaka უმრობა bir yana, იქით იყოს და hak ettim. შენ ეს დაიმსახურე ბერილ. Yoksa უშენობა onu ძალიან ben განმიცადე. meğer ne kadar çok თურმე yıpranmışsın რამდენამე sen საკეთებდი. benim üstümde. Alıştığım için შევეჩვიე bunca შენ რომ yıldır მყავდი და ვერც კი ვამჩნევდი რამდენ საქმეს გაძლევდი. sen beni არ ვიცი, bir ablam შენს დად ან დედად მიგულე. delidir bunu. თუ ვიყვირებ, ნუ მომაქცევ ყურადღებას. მაშინ როგორც პარტნიორმა შეიძლება პირველი რჩევა მოგცეთ. გათამამდი არა? ოჯახ. ბატონი მეთეს შეთავაზება მიიღეთ. Şirketi de კომპანიაც მას დაუტოვეთ. მის კომპანიას აუცილებლად დაჩრდილავთ. Ya önemli olan თავარია რომ მისი ზეგავლენისგან გათავისუფლდეთ. ცხოვრება ხომ სიურპრიზებით არის სავსე. ise ben dün işsiz. გუშინ უმუშევარი ვიყავი. Bugün şirket დღეს კი ortağı. კომპანიის მეწილე ვარ. Doğru söylüyorsun. მართალი ხარ. Yeterince ისედაც taşıdım. საკმარისად დავიტანჯე. Silke. ყველაფერი უნდა დავამთავრო. Hayatım, საყვარელო, Meteciğim, ძვირფასო მეთე. Mete. მეთე, 20 yıl 20 წელი გავიდა და არ ვიცი როგორ მოგმართო. hiç tanışmadık. თითქოს ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. Ne garip. ეს ძალიან უცნაური გრძნობაა. Hayatım. ძვირფასო მხოლოდ ორი გვერდია, მაგრამ თავს თუ გამოიჩენ, მერე სხვა როლსაც მოგცემენ. Ya evet ama ხო, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მაქვს. ტექსტი ძალიან ცოტაა. თავარია შენ ემოციე გადმოსცე. Asi mi oynasa? ასევით ვითამაშო თუ მულანივით. Acaba mülayim mi? Ay yoksa bu იურემის დაუმორჩილებელი ხასიათი ხომ არ გადმოცე. nasıl şekil? ამ როლზე როგორ უნდა ვიმუშაო? O asilik iyi fikir. ასის ხასიათი უფრო მოგიხდება. ამაზე იმეცადინე, კარგი ძვირფასო. კარგი. Yelda'ya da როლი მალე იელდასთვისაც გამოჩნდება. Şimdi izin ახლა კი შენის ნებართვით თათბირზე წავალ. Sen de bir an რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო როლზე მუშაობა, კარგი? Peki. კარგი. Hoşçakalın. ნახვამდის ბატონო მეთე. Karakter. რა პრეტენზიულია? ეგონება გამოცდილი მსახიობია. Karakterine tükürdü. Salla. დამშვიდდი ძვირფასო. მთავარია ჩვენი საქმე მოვაგვაროთ. თავი მართლა დიდი მსახიობი გონია. Asude'den სუდესგან რა ისმის? Aramadı. არ დაურეკავს. Asude. სუდეა. Tamam, კარგი. bu anlaşma მივიღებ bana შენს uyar. შემოთავაზებას. Haklısın. მართალი ხარ, ამ ჭუბის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. Faydası yok. Artık ორივემ ჩვენს ცხოვრებას უნდა მივხედოთ. Kabul etmiş. ანახმა. რა? Gözümüz aydın. გილოცა. არა კარგია საყვარელო. Bunu hemen ეს ამბავი უნდა
ო უნდა აღნიშნოთ Tabii gelsin. Bekliyorum. Hoş geldin. გამარჯობა Selam. გამარჯობა Ne haber? როგორ ხარ Ben iyiyim. მე კარგად Sen de iyiymiş. შენს კარგად ყოფილ ხარ ახალი ამბები გავიგე გილოცავ მეჯიქი Otursana. ხო Çok kalmayacağım da. დიდხანს არ გავჩერდები Umut'un... უმოთი სამსახურიდან კარგი მიზეზით გაგიშვია Sağ ol. მადლობა Gerginliği uzun. დაძაბული ურთიერთობა აღარ გვექნება ეს ძალიან მახარებს მადლობა Umut... მგონი უმოთმაც გითხრა Yani... ნიშნობას ვეხდით bahsettiğini söyledi. Biz... უმოთის ოჯახის წევრებმა თავიანთ უბანში Umut ადგილი უკვე mahallede bir şey შეარჩიეს yapmak istemiş. Mahallede? თავიანთ უბანში Gelenek... ო მათ ასე სურდათ Biz Umut'la მე და უმოთი ხმას არ ვიღებთ არ გვინდა რამე პრობლემა შეიქმნას ანუ შენები პრობლემას ესე ვქმნიან ცოტათი Neyse onu... მაგრამ არა უშავს მალე მიხვდებიან რომ ამ ფაქტს უნდა შეეგუონ Neyse. კარგი nişan bu akşam. ნიშნობა ამ საღამოს გვაქვს ბოდის გიხდი ახლა რომ გეუბნები მაგრამ ყველაფერი უსებ მოხდა Her şey çok hızlı. ნიშნობის ორგანიზება კი მოსამა იყო თავის თავზე წარმოიდგინე Ta organizasyonu bile Musa'ya pasladım. Sen düşün. კარგი Neyse. მოკლედ Eğer gelirsen თუ მოხვალ ძალიან გაგვიხარდება seviniriz. Tabii gelir. ო რა თქმა უნდა მოვალ Senin მიხარია რომ ბედნიერი ხარ ძმაო გილოცავ Tebrikler. Sağ ol. მადლობა Yapabileceğim თუ რამე შედაგჭირდე დამირეკე yeter. კარგი ილდა ტაიფორ რა საკეთებ? 5 წუთი მხოლოდ 5 წუთი იცოდე თავს მოვიკლავ საქმე მაქვს. საღამოს ნიშნობა გვაქვს, ჩემი ძმაც აქეთ-იქით დადის. შეიძლება ნებისმიერ წუთს გამოჩნდეს. კარგი კარგი Affettim. ო მაპატიე Hadi affet. მითხარი რომ მაპატიე და გაგიშვებ ტაიფორ ვინმე დაგვინახავს. Tamam. კარგი Ben კარგი bu korkuyu bu akşam დღესვე ყველაფერს მოვაგვარებ hata ettim. ვიცი შეცდომა დაუში მაგრამ გამოვასწორებ Tamam mı? ამ საღამოს მოსას დაველაპარაკები Hiç merak შენ არ ინერვიულო რა? ტაიფორ. ღმერთო ჩემო, Allah'ım წასულია ჩემი საქმე. Alo. Heh abicim. ძმა მართლა დიდი ხარჯისგან გამათავისუფლე kurtardın ha. Temizliğe გასაწმენდად მიიტანე Eyvallah. დიდი მადლობა Akşama კარგი მაშინ საღამოს გელოდები Ha, კარგი tamam. კარგი Sen benim çırağım. ჩემს ბიჭს გავგზავნე და წამოვაღებინებ Eyvallah. მადლობა Ha, Zeliha. დედა ზელიჰა მოსა, შენ ოზანის სახლის მისამართი გეწოდინება. მათთან წამიყვანე. ის კარგი ქალია. ქალბატონი ემელი, ჩემთან იყო მოსული. ისიც დედაა. ასე არ შეიძლება შულო. წავალ დაველაპარაკები და გულს გადავუშლი. Ne bileyim. რა ვიცი Ozan. ოზანმა არაფერი იცის რა საჭიროა რამე იცოდეს. ასე ჩუმად ნიშნობის გადახდა არ მინდა შულო. თუ არ მომისმენს მისი საქმეა. მე ჩემსას ვწდი. კარგი კარგი Yiğit. იღით Kahve sen. კაფეს შენგაბარებ ბატონ ჯენანთან წადი და ჩემი ბიჯაკის სამოღება არ დაგავიწყდეს კარგი ძმაო Hadi koçum. აბა შენისი წამოდი მადლობა შულო. მამა შენი ყველაზე პატიოსანი და სანდო ადამიანი იყო ჯარიდან რომ დაბრუნდა რამდენჯერმე ვუთხარი მოდი საქმე ერთად წამოვეწყოთ მეთქი ამ საქმეში სანდო ადამიანებია საჭირო მაგრამ უარი მითხრა არ უნდა და შენ ამ საქმეში გაერიე და თავს ამიტომაც იკავებდა ღმერთმა აცხონოს იარაღი რა შეგჭირდება არა ძმაუნამი არასწორად გამიგე
Hırsız იმ girdi. დღეს სახლში ქურდი შემოიპარა. Allah'tan uyumuş. მადლობა ღმერთს გვეძინა და ვერაფერი გავიგეთ. ძალიან წოხვარ. მადლობა. Annem korkuyor. დედაჩემს ეშინია. Zaten მამას babamın გარდაცვალების მერე ისედაც ძლივს იძინებს. yine uyku. ახლა მშვიდად აღარ გვძინავს. Zulam მინდა რომ იარაღით არ მქონდეს. ყოველი შემთხვევისთვის. daha kendini თუ korkutup კიდევ შემოიპარება, თავს დავიცავ. თავიდანვე ასე გეთქვა. იცოდე დატენილი არ ატარო. ქურდს ამას თუ ანახებ, ისიც საკმარისი იქნება. eyvallah anam. მადლობა ძმა უნამიკ. Sen merak etme. არ ინერვიულო. Ben burada. მე აქ ვიქნები. Buyurun. თხოვთ. Merhaba. გამარჯობა. Ben მე უმუთის დედა ვარ ზელიხა. Emel Hanım. ალბათონი ემელი თუ სახლში მასთან მინდოდა დაალაპარაკება. შეგიძლიათ შეატყობინოთ. İçeride bekleyin. შემობრძანდით და დაელოდეთ. Buyurun. მობრძანდით. Buyurun. გთხოვთ, ქალბატონო. Zeliha. ქალბატონო ზელიხა, Merhaba. გამარჯობა. Buyurun. მობრძანდით. Size ne რას მიირთმევთ? Hiçbir şey. არაფერს. Zaten çok მალე უნდა წავიდე. Buraya benim აქ თუ ჩემი გულის მოსაგებად მოხვედით, ტყუილად არ შეწუხდეთ. Emel Hanım. ქალბატონო ემა, მომისმინეთ. მე სხვის იმედი არასდროს მქონია. ყოველთვის ღმერთს ვთხოვდი დახმარებას. უხოლოდ მისი იმედი მქონდა. Evlatlarımı iyi. ვთხოვდი, რომ ჩემი შვილი კარგი ადამიანისთვის შეხვედრებინა. მინდოდა ჩემზე კარგი ბედი ქონოდა. Biliyorum. ზაფერი ვიცი, რომ გახსენდებათ ჩემი სიტყვების დაჯერება გიჭირთ, Ama მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი შვილი მას არ გავს. onun gözü მას ქონებაზე და ფულზე არ უჭირავს თვალი. Bugün siz იმ დღეს მითხარით ზაფერი რომ არ იყოს, თქვენ შვილთან პრობლემა არ მექნებოდაო. onun olgun ესე იგი მიხვდით, როგორი კეთილშობილი შვილიც მყავს, მაგრამ ზაფერი არსებობს. Evet. არსებობს. Ne yazık. სამწუხაროდ ასეა. Onu მე savunacağım. მის გამართლებასაც კი არ ვაპირებ. Zaten amacım da ჩემი მიზანი ეს არ არის. çocukların. ჩვენი შვილები წინააღმდეგობას არ შეუშინდნენ. Demek ki ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი მართლა ძალიან უყვართ. siz söylediniz. იმ დღეს მითხარით, რომ ერთადერთი შვილი მყავს და ჩემთვის ის ყველაფერიაო. Ona sahip თქვენ თვითონ მითხარით, მის დაბადებას წლები ველოდებოდიო. Şimdi onun ახლა მისი ბედნიერების დღეს მასთან უნდა იყოთ, ქალბატონო. ileride bütün და მომავალში, როცა ყველაფერი დაალაგდება, hayat boyu ამას აღარ ინანებთ. üzüntüsünü hissetmeyecek misiniz? Hem bizim bu hayatta ამ ცხოვრებაში შვილების ბედნიერების გარდა სხვა არა უნდა უნდოდეს ne დედას. beklentimiz var? Onlar mutlu. ჩვენი შვილები ბედნიერები არიან, ქალბატონო ემელ. Birbirlerine kumrular ნეტავ gibi განახათ ერთმანეთს როგორ უყურებენ. Hem siz თქვენ söylediniz. თქვით, მათ ზღაპარი დაიწყესო და ამ ზღაპრის ბოროტი გმირი ზაფერიაო. O masalın kara მოდით büyüsü თქვენ zaten. ფერია Buyurun, იყავით. gelin. Gelin perisi ამას de ჩემთვის siz არ olun. გთხოვთ, არც ჩემი შვილისთვის, Ya bizim için değil. თქვენი შვილისთვის Kızım გთხოვთ. için değil. İnanın. ოზანის ბედნიერებისთვის. Oğlunuzun mutlu. ახლა ოზანს მარტონ უნდა ტოვებთ. Ne olur onu yalnız bırakmayın. მე თქვენსავით ოპტიმისტი არ ვარ, ქალბატონო ზელიხა. ვიცი, ჩემი შვილი ბედნიერი ვერ იქნება.
წინააღმდეგობას ვერ უწევ, მაგრამ ვერც ბედნიერი ვუყურებ ამ ყველაფერს, ასე რომ ბოდიშს გიხდით. ყოველად შეწუხდით. მხოლოდ ღმერთმა იცის ხვალ რა იქნება ქალბატონო ემელ. მან უკეთ იცის რა სჯობს და რა არა. ამიტომ გთხოვთ, კარგად დაფიქრდეთ. დრო ჯერ კიდევ გაქვთ. მომგითხარი არ მოგისმენს მეთქი. ისე და სამდენი საქმე გვაქვს. ნერვები რატომ მოიშალე? არა. მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. შეიძლება თავიდან მომიშორა, მაგრამ გულში რაც აქვს, იმას ვერ მოიშორებს. წავიდეთ. საღამოსთვის მოვემზადოთ. არ მინდა უმოთთან შევრცხვე. თავსაც ხომ უნდა მივხედო. ინკას მანქანა თუ დაეჯახა. თქვენ ჩვენების მისაცემად რატომ დაგიმარეს? შემთხვევა ჩვენს უბანში მოხდა. ვინც თვითმხილველი იყო, ყველა დაიბარეს. ოჩა ყოზანს. ისა დიდი ხანია მასავე შეყვარებული ადამიანი არ მინახავს. აღარ ვიცით, ჩვენ უნდა გადაგვიხადოს მადლობა თუ საკუთარ თავს. მომხედავ ყველაფერი მეწამომიწყია. თუმცა არაფერი არ ვიცოდი. რომ ცოდნა და დამიჯერე, სხვანაირად მოიქცეოდი. სულ სხვანაირად, განსხვავებულად. გესმის? კარგი ფატი. ამ თემაზე ლაპარაკს მოვჩეთ. ბოლო პერიოდში ბევრი გაუგებრობა მოხდა. შენც ტყუილად დაისაჯე. ასე რომ, მაპატიე. კარგი, ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. გურქან. მიდი უმოწყავა გავუკეთე. დღეს ჩვენი ვარსკვლავი ის არის. გათამამებას იმსახურებს. პრინცესას დაგამსგავსეთ. იბო, მოგარჯიოდო. კარგი, მიდი. შენი მომიცი. ძმაო, სხვანაირად არ გამავა. საუკეთესო მომღერლები მყავს. ლარნეტზე 200 ლირაზე ნაკლებ არავინ არ დაუკრავს. თანაც ბევრი ვიქნებით. 1000 ლირას ყურუსას ვერ დავაკლებ ძმაო. გვირდები საუკეთესო სიმღერებს დაუკრავენ. მარტო ვიფიქრე მეგობრები ვარ და ამიტომაც გითხარი. შენ რა ჩემი გატყავება გინდა 700 მოგცემ. ძალიან ცოტაა ძმაო. 800 მაინც მომეცი. 700. ან სასმელის გეკნებათ. დავიდან ხომ მითხარი ბევრი არ უნდა დალიოთო. კარგი, სასმელზე მე დაგპატიჟებთ. 700 ლირაზე შევთანხმდეთ. მიდი ძმაო. კარგი ვერ გაწყენინებ, კარგი. მომისმინე, იცოდე ბევრი არ უნდა დალიოთ. არა, რას ამბობთ? იცოდე ვიჩხუბებთ.
გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო სუდე. გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. ომოთი სად არის? შიგნით არიან და მალე გამოვლენ. მობრძანდით. ალე, მოდი აქ. ქალბატონებს თავისი ადგილი აჩენენ. ჩვენი ისტორია დამთავრდა, უმოთის კი ახლა იწყება. ასეთი დამთხოვა როგორ მოხდა? იმედი მაქვს მათი ამბავი სხვანაირად გაგრძელდება. გამარჯობა. 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 ერთიან პატარა მახინჯებში ხედე, სადაცაა ჰაკანს კისერზე ჩამოეკიდებიან. ბატონ ჰაკანს თავს არ დაანებებენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვიახლოვდებიან. ჯობს ბატონი ჰაკანი ჩვენთან დავსვათ. ჰაკან. ვატიცემულო სტუმრებო. ეთელი იყოს თქვენი მობრძანება. თხოვთ აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენს ულამაზეს წვილს. საყვარელო, ჩაი აღარ დამანახო. ისედაც კუჭი მდგება. მთელი ჩაიდანი ჩაი რომ დავლიოთ, მთელი ღამე რომ ჩაივსვათ, ამით მაინც ვერ მოვაგვარებთ ვერაფერს. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. სადმე ხომ არ წავიდეთ? მე არ სადარ ვაპირებ წასვლას. შენ სადაც გინდა იქ წადი. კლუბში წადი, რამე ითამაშე, გული გადააყოლე. მთელი ღამე მანდ ჯდომით გაგიჟდები. სახლში მარტო დარჩები? დავრჩები, გიული სახლშია. ერთმანეთს რომ ვუყურებთ, უფრო ცუდად ხვდებით. მაშინ ქერამით სახლში დარჩეს. კარგი. კარგი. კარგი წავედი. მუსა. თელი საღამო ადგილს ვერ ვპოულობ. რა მოხდა? შენთან დალაპარაკება მინდა. ერთი წუთით? ისმის? საღამომშვიდობის. თქვენს ნებართვით მინდა ამ ბედნიერ საღამოს რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. მე როგორც მამა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მაგრამ მეორეს მხრივ დაღონებული. ადვილი არ არის. ჩემი ბუდიდან ბარტყი უნდა გამეფრინდეს. მაგრამ ჩვენი მშობლების მოვალეობაც ხომ ეს არის. ეს ხომ ჩვენი ვალია. ჩვენი ვალია შვილების საიმედო ადამიანებს შევაბაროთ.
ასევე ჩვენი ვალია მათ ბედნიერ ოჯახებს მოვესწროთ. ბაბთა ამან უნდა გაჭრას? ყველას გონია რომ მომაშენია, რას ვიზამთ. ღმერთს მადლობას ვუხდი, ასეთი დიდი პატივი რომ ხვდა წილად. მე კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შვილი შევიძინე. არ მოვიდნენ. მოვიცადოთ, მთელი საღამო წინ არის. იქნებ მოვიდნენ კიდეც. მეორე ლაპარაკით მე თავს აღარ შეგაწყენთ. მინდა რომ ჩვენი ულამაზესი წყვილი სცენაზე მოვიწვიო. ოდესმე იფიქრებდი, რომ ასეთი ნიშნობა მექნებოდა. ოზან, წამოდი ვისაუბროთ. არა, ცეკვა არ გამომდის, ტყუილად მოწამეყვან. შვილო, ეს შენი ნიშნობა უნდა ისეკვა, წამოდი. ზომა, მოდი, შენ წამოდი. მოდი, წამოდი. ამათ გამო როგორ შანს უშვებ ხელიდან? რატომ ვემალებით? თუ არ უნდა თვითონ ადგეს მაგიდიდან. წამოდი. ახლა კი გვინდა ჩვენი ულამაზესი წყვილი საცეკვაოდ გამოვიწვიოთ.
სტუმრებს გთხოვთ ჩვენს წყვილს შემოუერთდეთ. დაჯექი. წამოდი. ძმაო, შეიძლება ელდას რომ ვეცეკო? მადლობა. ძმაო, მე სელდას ხომ არ ვეცეკო? მიდი. ელდა, ვიცეკოთ? ჩემს ძმას რაზე ელაპარაკებოდი? ცეკვისთვის ნებართვა ვთხოვე. ჯერ არ დავლაპარაკები ვარ. ხელსაყრელ მომენტს ველოდები. მე ნელა შევაპარებ. ვიცეკოთ? Ne oldu Musa? რა მოხდა მუსა? მე ჩვენ ხომ არ ვიცეკოთ? მე კიდევ ვიფიქრე, საცეკვაოდ ვინდამ პატიჟებს მეთქი. წამოდი. რაგიბ, ვერ მოვითმინე. სახლში ვერ გავჩერდი ძვირფასო. აქ მოვედი და შორიდან ვუყურებ. ოზანის ნიშნობას შორიდან ვაკვირდები. ნეტავ განახა როგორი ბედნიერია. მეც აქ ვარ. შენც ვერ მოითმინე, არა? თავს ნუ დაიტანჯავ, სახლში დავბრუნდეთ. ამ საქმეს ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანენ. შენ ხომ თქვი იქ არ წავალო? შენ თუ დედა ხარ, მე მამა ვარ. კერემი შენთან არის? ო, ნუ კარგი, უთხარი სახლში წაგიყვანოს. მეც მალე მოვა. კარგი ძვირფასო. ჩემო საყვარელო, ძალიან ლამაზი საღამო იყო. მერთმა ბედნიერები გამყოფოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით. კიდევ ერთხელ მადლობა. გილოცავთ შვილო. Rüzgar. გილოცავ ძვირფასო. ერთმანეთს ძალიან უხდებით. გეტყობათ რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა ძმაო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. დაგმარისია. რა ხდება? იაჰია. სისულელებს მორჩი. შენ საერთოდ არ გაიზრე, დიდარი მამიკოს ბიჭო. თქვენ რა დამცენით? არ გეყოთ რაც ვიტანჯე. ჩემს უბანში ნიშნობის ჩატარება როგორ გაბედეთ?
arkadaşım. მეგობარო, იარაღი დაუშვი. Sen o კარგი, silahı- დაუშვი. Onu indir. დაუშვი. იარაღი, კარგი? ვინ არის შენი მეგობარი? აკანმა უმოთი გადაარჩინა?